გვიჯლი თუ გაცხიმიანებული თუ დამიჯერებთ 3 თვეში მე გარანტიას გაძლევს წამლის გარეშე შეგიძლია თქვენი გვიჯლიდან თხიმის მოშორება მაგრამ რა უნდა გააკეთო რა უნდა ჭამო რა არ უნდა ჭამო თუ ეს გააკეთებ კი ბატონო ეხლა მომისმინეთ პირველ რიგში საუზმეზე საჭიროა 2 ან 3 კვერცხი ეს კვერცხში შედის ქოლინი რომელი ცხიმის ტრანსპორტირება გააკეთებს თქვენი ცხიმიდან რომ დახარჯო ეს ცხიმი ეს პირველია მეორე არის ბროკოლი ბროკოლში შედის სალფიროფინ იგივე საქმეს გააკეთებს როგორც თქვენ გინდა ცხიმი უნდა მოშორდე გვიჯლიდან ეს არ არის საჭირო რომ ყოველდღე უნდა ჭამო მაგრამ კვირაში დაახლოებით 3-ჯერ გინდა მოხარშული გინდა სუცხალი ბროკოლი კვებაში მოიტანეთ მესამე არის კავა უზმოზე არ უნდა დალიო პირველ რიგში დილით რო გაიგვიძებს ერთი ჭიხა წყალი იმის მერე კავა დალიეთ ყოველდღე ერთი ჭიხა ოღონ კავა დალიე იქ არ უნდა იყო შაქარი იქ არ უნდა იყო რძე ეგ არის მეოთხე მწვანე ჩაის ისიძი ეგეც არა მარტო გვიჯლიდან საერთოდ სხეულიდან ცხიმის ტრანსპორტირებას აკეთებ ეს ყველაფერი მაშინ იმუშავებ ეხლა თავარი რა არ უნდა ჭამო არანაირი შაქარი რას ნიშნავს პური თეთრი პურიც შაქარია შავი პურიც შაქარია შაქარიც შაქარია თაფლიც შაქარია ხილიც შაქარია ეს არ უნდა რასაც ჩამოვთვალეთ ეს არ უნდა ჭამო ხილი კი ბატონო როცა მე შეგიძლია ჭამო თუ აკეთებს კურნალობა 3 თვე არ მიიღო ეს იმიტომ იქ ფრუქტოზასაც შედის რომელი მარტო გვიჯლით ანჯავს ფრუქტოზის მეტაბოლიზმში მეორე ბოჭკო უნდა ჭამო ბოჭკო რაში შედის ბოჭკო შედის სოცხალი ბოსტნეულში ეს სოცხალი ბოსტნეული საჭმელი ჭამამდე უნდა ჭამო ჯერ ბოსტნეული მერე ჭამს სხვა საჭმელი სადაც შაქარი არ შედის ხორცი ჭამე ნებისმიერი ცხოველის რასაც არსებობს ნებისმიერი ხორცი შეგიძლია თევზი შეგიძლია სხვა საჭმელი შეგიძლია ეს არის მესა ბოლოს სიარული საჭმელი ჭამის 9 საათის მერე იარე 20 თუთი მინიმუმ დაახლოებით 5000 ნაბიჯი ეგრე გააკეთე დაახლოებით 3 თვე 3 თვე არის დღიდან რომ დავთვალოთ ივლისი აგვისტო სექტემბერი სექტემბერის ბოლო გააკეთე ანალიზი ესე გააკეთე მერე ნახავს შემცირებულია გვიჯლიდან ცხიმი შემცირებულია ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინი შემცირებულია ეს ქამარი კარგად ისუნთქებ და სხვა სიცოცხლისკენ გადახვა ცოტა დიდი მოგივიდა ეს ვიდეო მაგრამ ეგრე ასაჭირო სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი